წინა კვირას მე ვიყავი ჩემს საყვარელ იტალიურ რესტორანში. ეს რესტორანი არის ქალაქ გარეთ, პატარა ქალაქში. ეს ცნობილი იტალიური რესტორანია და მე ხშირად დავდივარ ამ რესტორანში. ამ რესტორანში არის სხვადასხვა იტალიური საჭმელი და დესერტი, აპეტაიზერი, ტრადიციული პიცა, სალათა, პასტა და ხორცის კერძები. ეს რესტორანი ცნობილია ღუმელში გამომცხვარი ტრადიციული პიცით. გარემოც ძალიან სასიამოვნოა. წინა კვირას მე ჩემს მეგობართან ერთად მანქანით წავედი ამ რესტორანში. ამ რესტორანში ყოველთვის ბევრი ხალხია და ამიტომ ჩვენ დავჯავშნეთ მათთან. მე შევუკვეთე სალათა და სუპი. ჩემმა მეგობარმა შეუკვეთა პასტა ქათმის ხორცით. კერძები ძალიან გემრიელი იყო. მე დავლიე 1 ჭიქა თეთრი ღვინო. ჩემმა მეგობარმა დალია წითელი ღვინო. ჩვენ ვჭამეთ დესერტიც. მე შევუკვეთე შოკოლადის ნამცხვარი. ჩემმა მეგობარმა შეუკვეთა ნაყინი. ჩვენ კარგი დრო გავატარეთ ამ რესტორანში. წინა კვირას მე ვიყავი ჩემს საყვარელ იტალიურ რესტორანში. ეს რესტორანი არის ქალაქ გარეთ, პატარა ქალაქში. ეს ცნობილი იტალიური რესტორანია და მე ხშირად დავდივარ ამ რესტორანში. ამ რესტორანში არის სხვადასხვა იტალიური საჭმელი და დესერტი, აპეტაიზერი, ტრადიციული პიცა, სალათა, პასტა და ხორცის კერძები. ეს რესტორანი ცნობილია ღუმელში გამომცხვარი ტრადიციული პიცით. გარემოც ძალიან სასიამოვნოა. წინა კვირას მე ჩემს მეგობართან ერთად მანქანით წავედი ამ რესტორანში. ამ რესტორანში ყოველთვის ბევრი ხალხია და ამიტომ ჩვენ დავჯავშნეთ მაგიდან. მე შევუკვეთე სალათა და სუპი. ჩემმა მეგობარმა შეუკვეთა პასტა ქათმის ხორცით. კერძები ძალიან გემრიელი იყო. მე დავლიე 1 ჭიქა თეთრი ღვინო. ჩემმა მეგობარმა დალია წითელი ღვინო. ჩვენ ვჭამეთ დესერტიც. მე შევუკვეთე შოკოლადის ნამცხვარი. ჩემმა მეგობარმა შეუკვეთა ნაყინი. ჩვენ კარგი დრო გავატარეთ ამ რესტორანში.